საყოველთაო დემოკრატია ბოროტებაა. ამაზე უარესი მართლობის ფორმა კაცობრიობას არ მოუფიქრებია. მეფობა ჯობდა. საყოველთაო დემოკრატიას აქვს ეს პრობლემა, რომ ყველა ადამიანის ხმას ერთი და იგივე ფასი აქვს. აქ არის შეცდომა დაშვებული. ანუ ეს თავის დროზე კარგიაო გითხეს და ჩვენ დავიჯერეთ. ორი მსოფლიო ომი მოხდა ამის გამო სინამდვილეში. უამრავი ხალხი დავხოცეთ, მაგრამ ჯერ კიდევ ვერ ხდება კაცობრიობა, რომ ერთი ადამიანი ერთ ხმას არ უდრის. ისევე როგორც კონსილიუმი არ შეიძლება იყოს ბინადრ საკუთრეთა ამხანაგობის უმრავლესობა. კონსილიუმი არის ექიმთა უმრავლესობა, ანუ ხმას იქ აძლევს კონკრეტულად დარგის სპეციალისტები და არა ბინადრ საკუთრეთა ამხანაგობა, როცა ეხება საქმე ადამიანის ჯანმრთელობას. იქ ხვდებით ადამიანებს ჩვენ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ეხება და უმრავლესობით არ უნდა გადავწყვიტოთ. ხვდებით ნებისმიერ დარგში, რომ უმრავლესობით არ უნდა გადავწყვიტოთ ხوان მართალი. არც ერთ დარგში გარდა პოლიტიკისა უმრავლესობით არ წდება. სპეციალისტები წყვიტავენ. მანქანის ხელოსანთან რომ მიხვიდეთ, იქაც არ წყვიტავენ. ხელოსანთა უმრავლესობა მატორი ასე გააკეთონ თუ ისე. ვიღაც ერთი კაცი აღმოჩნდება ან ჯგუფი აღმოჩნდება, რომელიც მოითათბირებს, რომ მატორი ასე უნდა გააკეთდეს, თორე ბაზარზე ვინც დგას მანქანების, იმ ხალხის უმრავლესობით რო გადავწყვიტოთ, მანქანას რა გავუკეთოთ, ვერც ერთი მანქანა ვერ ივლის. იგივე ჭირს ჩვენს პროფესიასაც. პოლიტიკას იმდენად უნიშნელო რაღაცა თვლით ადამიანები, რომ ყველას მოუწოდებთ არჩევნებზე წადიო, როდესაც პირიქით უნდა მოუწოდოთ, რომ თუ არ იცი ხმას ვისაძლევ, რატომ მიდიხარ არჩევნებზე, შენი რაღაც პოლიტიკური გეუბნება არ გაქვს, ჯობია დარჩე სახში და გადაარჩინო ქვეყანა. ანუ ის რომ შენ გინდა რომ შენი უიცი ამორჩეველმა უბრალოდ შენ დააპროგრამირე არჩევნებზე მიიყვანო და ამბობ რომ ყველანი მიდით არჩევნებზე და ასე შემდეგ, ეს პირიქით არასწორია. შინაარსობრივად, იმიტომ რომ 97% რომ ვაფშე არ მისულიყო ამ არჩევნებზე, საერთოდ ბევრად უკეთეს ქვეყანაში ვიცხოვრებდით, გესმით? ამიტომ რომ არ იცის, ის ხალხი არ შეიძლება არჩევნებზე დადიოდეს ასე, მაგრამ ეს ვინაიდან ამ წყობაში ვართ, თამაშ ჩვენ ვერ შევცვლით. ყოველთვის ივლის ხალხი, რომელმაც არ იცის, სწორი რა არის, არ ღებულობს სწორ გადაწყვეტილებას. ამ ხალხს რომ ფულს არ უხდიდი, ან სხვა ტიპის ეკონომიკურ სტიმულს არ აძლევდა, ეს ხალხი საერთოდ არ დიოდა არჩევნებზე. ისევე როგორც საზოგადოების, რა ვიცი, ალბათ ივლიდა 10-15% შეიძლება 20% მაქსიმუმი და შედარებით უფრო სამართლიანი შედეგი დადგებოდა. მაგრამ როდესაც შენ ხალხს, რომელსაც არასდროს არ უფიქრია პოლიტიკაზე, ყანაში ზის თავისთვის ან რაღაც ფიზიკის სამყაროში ცხოვრობს, ან არ მინდა რომ ინვესტვის რამე შეურაცხყოფელი იყოს, უბრალოდ არ აინტერესებს ეს სფერო. ხო მილიონი სფეროები არსებობს, რომელიც თქვენ არ გაინტერესებთ. წარმოგიდგენთ, რომ აი იმ სფეროებში, რომელიც არ გაინტერესებდეთ, რაღაც გადაწყვეტილება, როგორ დადგება, თქვენს ხმაზე იყოს დამოკიდებული, თქვენ ეს არ გაინტერესებდეთ. მაგრამ ვიღაცა გიხდიდეთ ამაში ფულს და გეუბნებოდეთ, რომ ეს საირჩიეო. და ისე რომ არ გაინტერესებთ, რა შედეგი ამას მოყვება, ისე ირჩევთ რაღაცას. ამ ფულის ანაცვლოდ. მე ვერ ვიტყვი, რომ ეს არარაციონალურია, იმიტომ რომ მაინც არაფერი არ იცვლება თქვენი ერთი ხმით, თქვენ ეს იცით. და იცი რომ 200 ლარით პრინციპში რაღაც შეიცვლება მომენტ კარგად ივახშმებ. შენ იღებ ამ გადაწყვეტილებაზე. თუ ადამიანი გაჭირვებულია, არ მიიღებს ის სწორ გადაწყვეტილებას იმ შემთხვევაში, თუ საცდურად უდევს ამ რაღაცა მოკლე ფინანსური მოგების მიღება. ტრადიციულად დემოკრატიები არსებობდა სამყაროში და ის არ იყო საყოველთაო. საბერძნეთშიც არსებობდა დემოკრატია და იქ 17,000 მოქალაქეს ჰქონდა ხმის უფლება. მე-20 საუკუნის და მე-19 საუკუნის ამერიკაშიც და ინგლისშიც არსებობდა დემოკრატია, მაგრამ მარტო მიწის მესაკუთრეს ჰქონდა ხმის უფლება. ანუ სხვა კრიტერიუმები იყო. საყოველთაო დემოკრატია რო არ მუშაობს, ეს უკვე ნელ-ნელა ფაქტი ხდება სამყაროსთვის, უბრალოდ ამის აღიარებას მე მგონი კიდევ დაჭირდება 1 საუკუნე.